გონია რომ გველს ფეხები არ აქვს, ხო? ანუ ამას არ აქვს, ამას არ აქვს. ზოგიერთ უფრო პრიმიტიულ გველს, როგორებიც არიან პითონები და მახრჩობელები, აქვთ პატარა ფეხები შემონახული, რომელიც დეზების სახით დარჩათ. აი, აქ ორი პატარა ერთი ცალი და მეორე ცალი. ანუ ოდესღაც ეს იყო ფეხები. და თან რაც კიდევ უფრო საინტერესო არის ის, რომ კვერცხში თითებიც კი უვითარდებათ, ანუ სანამ ფეხები და თითები პატარა პითონები კვერცხებში არიან, კი მთლიანად თითქმის მთლიანი ფეხი უვითარდება და მე უბრალოდ შეიწოვება. უკვე შეიწოვება ეს ფეხი და იბადებიან უფეხო და უხელო კველები. იცი რა მითხარი და ენას რატო ყოფს ესე გარეთ? ეს ძალიან საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ ხშირად გონია ხალხს რომ ენას ყოფს მე მაიმუნება. გბიკბინოს ან უზდელია ხო და არა რა თქმა უნდა ენას ყოფენ ჰაერში არსებული ინფორმაციის ნაწილაკების აღსაქმელად, ანუ ენის გამოყოფით აღიქვამენ რა ხდება მათ გარემოში. ძალიან საინტერესო რაღაცებზე ვლაპარაკობდით წელან გველების გამრავლების შესახებ. საინტერესო იყო როგორ არჩევს მდედრი და შეუძლია რომ განაყოფიერდეს რამდენიმე მამრისგან, ხო? რამდენიმე მამრისგან და თან შეარჩიოს შეაგროვოს რამდენიმე მამრის სპერმა და მე შეარჩიოს მაქედან რომლით განაყოფიერდეს. ანუ ირჩევს რომელი მამა იყოლება თავის შვილებს. თან შეიძლება სხვადასხვა მამებიც კი ყავდეს ერთ ნაყარს. და როგორ ხდება ეგ ჯერ არ არის ბოლომდე შესწავლილი და ძალიან საინტერესოა. შეუძლია შეინახოს. აი, გუნდამას რომ შეუძლია დაახლოებით 5 წლამდე შეინახოს სხვადასხვა მამრების სპერმა თავის სხეულში და შემდეგ უკვე სხვადასხვებით გაინაყოფიეროს თავისი თავი და ეგრე გააჩინოს ბავშვები.